მოკლედ ხელოსანს რაც არ უნდა გადაუხადო, როცა ხედავს რომ შენ არ გისმის და არაღა გამოცდილება ამა თუ ის სფეროში, ყველა ვარიანტში ცდილობს რომ მარტივად გააკეთოს და მარტივად გაკეთებული საბოლოო ჯამში გამოდის ცოტა უხარისხო, ან რაღაც აკლია, ან რაღაც შეიძლება უფრო უკეთესად ლამაზად გაკეთებულიყო, რაღაცა არ ხდება რომ არ გისმის, ამას ცდილობს და რატო ცდილობს? იმიტომ რომ გაიმარტივოს და თუნდა მორჩენილიყო 10 დღეში, მორჩეს 8 დღეში. და შესაბამისად რაღაცის კონკრეტული თანხმოვანი 1000 ლარი იქნება თუ რა იქნება. უფრო მალე აიღოს და წავიდეს სახლში. აი გარის. ამიტომ გირჩევთ ყველას რომ მე არ ვამბობ რომ მაინც ადექით და მე დამირეკეთ მეთქი. არა, ზოგადად ჯობია რომ კომპანია დაიქირავთ. ნუ კეიქ ყველა ხდება რომ კომპანია უფრო ძვირი ღრის. მაგრამ კარგად დაათვალიერეთ, კარგად გადახედეთ. ყველა ვარიანტი ჯობია კომპანიას ცოტა ძვირი თუნდაც გადაუხადო. კი, ახლა შეიძლება 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირი არ გადაუხადო, ვიდრე ისე ხარ. ცოტა ძვირი რო გადაუხადო, უეჭველად მიიღებ ხარისხიანს. რაც შენ გინდო და ჩაფიქრებული, რაც გქონდა. და ყველა ვარიანტში თუ შენ გადაწყვეტ მარტო და გამოცდილება არ აქვს, ჩათვალე რომ აქედან 50% არის რისკი. და რისკი რატო? შეიძლება ხელოსანი არ აღმოჩნდეს თლათ ისეთი სინდისიანი, როგორც თქვენ წარმოგიდგენთ. წარმატებას გისურვებთ ყველას. და თუ კომპანიას ვერ ქირავთ რა, არ არის მაგის შესაძლებლობა, ბიუჯეტი არ გაძლევთ საშუალებას. ერთი რამე მინდა გირჩიოთ, რომ ადექით და ვინც გირჩიეს ხელოსანი იმისი ნამუშევარი ნახეთ. ნახეთ დამკვეთი, როგორ მოემსახურა. მარტო ის კი არ არის, რომ კარგად გააკეთა. როგორ სიტყვა პასუხი გქონდა, როგორ საუბრობდა. ამიტომ მე ესეთ რამეს გირჩევთ, რომ ყოველთვის გადაამოწმოთ, ვიღაცამ თუ გირჩიათ, მარტო ხელობა კი არა, არამედ დამკვეთა როგორი ურთიერთობა გქონდა. და ამის მერე შეგიძლიათ ენდოთ, ეს სიტყვაზე არ ენდოთ ხოლმე რა.